ისე ვიგრძენი თავი, აი ყოველთვის ხო რაღაც ექიმის მხრიდან უყურებთ, აი მეორე მხარეს რომ აღმოჩენდი მაგის მერე კიდე უფრო ყველა სიტყვას პაციენტთან ნათქვამს მივაქცევ და ვაქცევ ყურადღებას. გამარჯობა. მე სოფო ვარ და ეს ჩემი პოდკასტის მე-7 ეპიზოდია. დღეს მარტო არ ვარ. ჩემთან სტუმრად არის ანანო გეგეშიძე. ანი გეგეშიძე უფრო ოფიციალურად თუ მივმართავთ. ექიმი რეაბილიტოლოგი არის და რაც ძალიან მინდა რომ აღვნიშნო ის არის რომ შენ თვითონ გამოთქვი სურვილი ჩემთან მოსვლაზე. რაც არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის, ძალიან საინტერესოა და ძალიან მაგრად მიხარია რა. და რას ემსახურება ეს ჩვენი შეკრება აქ? ხშირად ექიმები მარტო ფიზიკურ ტკივილებს, ანუ სხვის ტკივილებს არ უძლებენ და თვითონაც ემოციურად ძალიან ბევრი რაღაც ეტაპებს გადიან, ასე ვთქვათ რა, ემოციურს და მე მგონია, რომ ძალიან რთულია ექიმობა ზოგადად. ბავშვობაში, სხვათა შორის მეც მინდოდა. მართლა? კი, გამეფიქრა, რაღაც გაფიქრება, იმიტომ რომ ადამიანების დახმარება აი ძალიან მომწონდა რა. სხვანაირად არ გამოდის. ჩემთვის ხო, მაგასთან ასოცირდებოდა. მე გავიგე, რომ მინიმუმ 7 წელი უნდა მესწავლავ და გადავიფიქრე. და გადავიფიქრე. ხო და ეხლა გადავიდეთ მთავარ საკითხზე, რატო ხარ აქ მოსული. ჩვენ არ ვილაპარაკებთ იმაზე, ანუ ტექნიკურ დეტალებზე და თვითონ პროფესიულად რა საქმიანობ. მოდი დღეს არ გვინდა მაგ ყველაფერს დავანებოთ თავი და შენი პოდკასტის იმიდან არ ამოვარდეთ სტილიდან. ხო და ამ გულწრფელები. ხო. და ანუ ექიმობის იქით რა ხდება, როცა ექიმი ხარ და მთელი დღე პაციენტებთან გიწევს მუშაობა, თან რეაბილიტოლოგი ხარ, ანუ სხეულთან კომუნიკაცია გაქვს ძალიან აქტიური. მე როგორც ვიცი, თუ რამეს არ სწორად ვიტყვით, ჩამისწორე. და მე ამ ეპიზოდს რო გეგმავდი, რაღაცეებზე დავფიქრდი რა, როგორია თქვა, იმიტომ რომ მაგალითად მქონდა გამოცდილება თუნდაც რეაბილიტაციაზეც ყოფილვარ, ანუ რაღაც სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკებიც როა, სადაც ანუ სხვა უცხო ადამიანი გეხება, აი რაღაცნაირი უცნაური შეგრძნება არის რა და შენი საქმე როა ეგ. და მით უმეტეს ადამიანის გადარჩენა არ გადარჩენის შედიხარ. საკითხი დგას, ძალიან მაინტერესებს. მან რა ხდება სამსახურის იქით. ხო. მოდი ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ რატო მომინდა რომ შენთან მელაპარაკა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვუყურე შენ წინა ეპიზოდებს, ყვებოდი შენ გამოცდილებას სამედიცინო სფეროზე და ჩანდა რაღაცა ერთი მხარე და ამ დროს ამ ისტორიების მეორე მხარეს გავართ ჩვენ არანაკლები ემოციებით. არ ვიცი სწორია თუ არა ჩვენ ვთქვათ და ვიღაცის სახელით ვილაპარაკო, ამიტომ ვიტყვი მე ამ შემთხვევაში ექიმი, რომელიც ამ ყველა ისტორიის მეორე მხარეს დგას და რა თქმა უნდა ისე არა როგორც თვითონ პაციენტი, მაგრამ მგონია რომ არანაკლებად ჩვენს გვეხება ეს ისტორიები. ამიტომ ძალიან მომინდა რომ ეს აქეთ ამ მხარეც დაგვენახებინა ხალხისთვის. ხო, მეც ძალიან მომეწონა ეგ იდეა და შევუდგეთ საქმეს. შევუდგეთ. მოკლედ ესე იგი. პირველი რაც მაინტერესებს რა, ამ ფიზიკური ტკივილი ხომ არის დაუშვათ ადამიანი მოდის შენთან იდეაში, იმიტომ რომ სხეულში რაღაცა რიგზე ვერ არის, ხო? ეს ჩემენაზე რო ველაპარაკოთ რა. მაგრამ მე მგონია რომ ეს ფიზიკური ტკივილები და ფიზიკური მდგომარეობა ემოციებსაც ატარებს. ხო, რა თქმა უნდა. და მგონია რომ რეაბილიტოლოგი როცა ხარ და აი ამ სხეულს ზოგადად ადამიანის რო კარგად იცნობ, არის შანსი რომ ემოციების წაკითხვაც შეგეძლოს დაუშვათ ამ სხეულის მიღმა
თუნდაც ფოთვის, იმედის, ანუ იმედობის. იცი როგორ არის ყველა ამ ტკივილს ხო უკან რაღაცა დიაგნოზი ახლავს, რატომ არის ეს ტკივილი, ხო? ახლა რეაბილიტოლოგთან მოდის როგორც ვთქვათ, ადამიანი, რომელმაც ფეხი მოიტეხა და ეს ტკივილი არის დროებითი. ხო. და ეს ემოციურად უფრო მარტივია პაციენტისთვისაც და ექიმისთვისაც, მაგრამ ასევე მოდის ადამიანი, რომელიც არის ონკოპაციენტი მაგალითად და რეაბილიტოლოგთან მოდის იმიტომ, რომ ქიმიოთერაპიის პროცესში აქვს სისუსტე. ან მოდის პაციენტი, ვინც მშობიარობის დროს მიიღო ტრავმა და ისედაც პოსტმშობიარობის რაღაც დეპრესია აქვს, ემოციური ფონი აქვს, ამ რაღაც ახალ სტატუსს ეგუება და პლუს ამას ემატება ფიზიკური ტკივილი. ხო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტის ეს ისტორია იცოდე რატო ხდება და რა მოიყვანა. აი მე ჩემთან კონსულტაციაზე რომ მოდის პაციენტი, ეხლა ვინმე ჩემი პაციენტი თუ ნახავს, ყველას გაახსენდება ჩემი ეს კითხვა, რა მოგიყვანათ ჩემამდე? ხო. იმიტომ რომ ჩემთვის არ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი, რომ ეს მტკივა ან ის მაწუხებს. მაინტერესებს საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ დაიწყო, იმიტომ რომ ყველა პაციენტის უკან არის ძალიან დიდი ისტორია. თუ ეს ისტორია თავიდან ბოლომდე არ შეისწავლე და ეს ემპათიის უნარი არ გამოიჩინე და არ გაითავისე, არც ეგეთი მარტივია, რომ მისი ტკივილი შენს იბრძნო და ამ ტკივილის მართვაში დაეხმარო. გასაგებია. კითხვები ჩამოწერილი მაქვს და აშკარად ჯობია რომ ესე მეჭიროს და ისე კითხო, იმიტომ რომ არ მინდა რომ ემან რამე გამომრჩეს. არავითარ შემთხვევაში მაგისთვის ვარ, აკრო ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ და ამ მომწყურავი პასუხი გავცეთ ყველაფერს. ყოფილა შემთხვევა, როცა სხეული გეუბნება რაღაცას, რასაც თვითონ ადამიანი არ გეუბნება, ან შეიძლება ვერც ხვდება საერთოდ. ძალიან მეც მომწონს. იცი როგორ ხშირად? ძალიან ხშირად. ხო რა. აი, იცი როგორ არის ხოლმე, აი მარტივ ტექნიკური მასე რო დავიყვანოთ იძახის, რომ აი ამ ფეხს ეს ფეხი რომც მომაჭრად ვერ გავიგებ. და ამ დროს რო გასინჯო და იმპულს რო ხედავ შენ რო თვითონ ვერ გზნოს, მაგრამ ფეხი რო იმპულს გაძლევს და იმან რო შენ ტვინში ესე რო იმედის ის ნაპერწკალი რო ჩნდება, ხო, ხშირად. და იგრევე ესე იღიმი ხო ზუსტად. დამეთყო სახესე. ზუსტად ესე ძალიან ხშირად ხდება ის ეს ვარიანტიც ხდება და კიდე ხდება, რომ გონია, რომ ეს რაღაცა ნაწილის სხეულის არ აწუხებს, მაგრამ რო გასინჯავ ნახავ, რომ ისეთი რაღაცა პუნქტის განლევა არის, რომ დღეს არა და ხვალ ესეც შეაწუხებს და მოდი ბარემ აქ არის მოსული და ბარემ ესეც და ხო, ძალიან ხშირად ხდება ეგ ამბავი, რომ ჩვენ უფრო ვხვდებით ვიდრე პაციენტი. ვიდრე თვითონ. და როგორია შენი რეაქცია? როცა ადამიანი გეუბნება, რომ აღარ შეუძლია. ალბათ არის ეგრე რა, რომ აი დადის ამ რეაბილიტაციებზე და აი აღარ შეუძლია რა და მაგ დროს რა ფიქრი მოგდის თავში? ან შეიძლება აი რაღაც მომენტში, არ ვიცი, ეხა ჩემი დაშვებით ვიძახი, რომ აი შეიძლება რაღაც მომენტში გახიზიანდე კიდეც რა, რომ ანუ აი ხო ხვდები შენ გულით გინდა რომ რაღაცა დაეხმარო და იქით უკვე აი რაღაცა რომ შეიძლება რომ აღარ წამოყვეს აი ეგ იმედგაცრუება რა. რთულია. ეგეთი პაციენტის მართვა უფრო რთულია ვიდრე მძიმე დიაგნოზიანი პაციენტის მართვა. ხო. ყოველთვის ვეუბნები პაციენტს წინასწარ რომ რეაბილიტაცია არის ხანგრძლივი პროცესი, ერთხელ აქ მოსვლით სამწუხაროდ პრობლემები არ გვარდება, არ ვარ არც მე და არც ეს აპარატურა ყოვლის შემძლე და არც ჩემი ხელები და ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ განწყობა არის ყველაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ჩემი მუშაობა. ხო. აი 30-70, 70% მისი განწყობა და 30 ჩემი ძალისხმევა. იმიტომ ყოლია პაციენტები აი რო ატყობ, რომ კუნთი აღდგა, ნერვი აღდგა, რაღაცა იმპულსი წამოვიდა და მოდის და როგორ ხარ და რა ვიცი. და აი მაგ დროს უკვე ირთვება ის, რომ თან ჩვენთან ხო პაციენტი ძალიან დიდ დროს ატარებს, რა ის არ არის ერთჯერადად კონსულტაციაზე მოვიდა ის რაღაცა 1 საათი ეს პროცედურები გრძელდება, თერაპია გრძელდება და ნუ გინდა არ გინდა მარტოები ხართ ოთახში და რაღაცა ამაზე ლაპარაკობს და აი მანდ ვრთავ უკვე
ლაპარაკს, რომ აი ნელ-ნელა გარდა იმ პროცედურებისა, რასაც იკეთებს, ფსიქოლოგიურადაც ცოტა ხალისი დაუბრუნოთ და ეს განწყობა შემოუტრიალოთ დადებითისკენ. და შენ როგორ ინარჩუნებ მაგ იმედს და დადებით განწყობას? აი ეგეთ სიტუაციებში. იმიტომ რომ ის ეძებს შენს თვალებში მაგ იმედს. მეც რო ესე დავხვდე რომ იცი რა ეს არ უნდა იყოს ტყუილი იმედი. არ ვარ მომხრე იმისი რომ პაციენტს რაღაც ტყუილი იმედი მივცეთ ან გარანტია რაღაცის. აი არასოდეს ექიმმა არც ერთ პაციენტს გარანტია არ უნდა მისცეს. ვერ ვილაპარაკებთ გარანტიებზე, როდესაც მედიცინას ეხება. ხო. ხო, რო არ იძლევით არც ერთი. ტყუილი იმედი არ უნდა მისცე, მაგრამ აი შენ თვალებშიც ეს უიმედობა არ უნდა აგრძნობინო. ამიტომ მაგრამ არ არის ხელოვნური ხვდები, მართლა ბუნებრივად მოდის ეს ყოფილი. აი დღეს პაციენტმა მითხრა, რომ მარტო თქვენი ღიმილი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი. რაღაც ასაკოვანმა ადამიანმა, რომელსაც ბევრგან სადღაც წავიდა, წამოვიდა და უთხრეს, რომ აი ამ ასაკში უკვე რა აზრი აქვს. მე ვერ ვიტან ფრაზას ლოგინად ჩავარ და ვერ ვიტან ფრაზას ამდენი წლის არის და რა მოხდა? არა და შენ გჯერა შენი პროფესიის ამ სიტყვებმა ისეთი мотиваცია მომცა რომ ხვალ კიდე უფრო გაღიმებული დავხვდე და რომ მოვაჩავეხუტო. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, იმიტომ რომ მithumedes ჩვენთან საქართველოში ძალიან იშვიათია რომ სადმე მიხვიდე. აი კლინიკაც ნუ იქნება და რამე სხვა სფერო, რავი, სუპერმარკეტში შეხვიდე ან რაღაც. ანუ არ ვიღიმით ასე. ძალიან ის არის. ცოტა გაიღიმეთ. ცოტა. ექიმთანაც თქვენს გაიღიმეთ. მესმის რომ რაღაცა უჭირს ადამიანს და იმიტომ მიდის ექიმთან, მაგრამ აი დამიჯერათ რომ ბევრად უფრო კარგი შედეგი გვაქვს ხოლმე იმ პაციენტთან, ვინც განწყობით და იმედით არის, ვიდრე იმასთან, ვისაც ხელი აქვს ჩაქნეული. ჯერა მაგისი მე ძალიან ჯერა მაგის სიმპათია ახსენე წეღან და ზოგადად არ ვიცი ესე ვფიქრობ რომ ფიზიკური შეხება რო გაქვს ადამიანთან ემოციურიც გაქვს და აგერ წეღან კი უკვე თქვი რაღაცეები რა და მართლა ეგრე არის რა ეხა ექიმებიც ხო სხვადასხვა განხრით შეიძლება იყვნენ და ეს შენი მგონია რომ აი პირდაპირ კავშირი გაქვს ფიზიკურთან ერთად ემოციურიც ადამიანთან რა. იცი რატო კიდე იმიტომ რომ სისტემატიურად დადის ერთი თვე რო ადამიანი ყოველდღე მოდის და ყოველდღე მასთან 1 საათს დაკეტილ ოთახში მარტო ატარებ. ანუ უკვე როგორი ისტორიები ვიცი პაციენტებს ხო წევს იქ იკეთებს პროცედურას უკეთებ ხო აი რაღაცებზე ხო უნდა ილაპარაკო და აი მოყვები ანუ უკვე ოჯახის წევრებით ვიცნობ ვიღაცებს ყველა პაციენტის პირადი ისტორიები უკვე არ გამოდის სხვანაირად რა და ისტორიები რომც არ მოყვნენ ანუ ხო შეიძლება აი თუნდაც აი თავიდან პირველად ვინც მოდის ან მეორედ ეხა ყველა ეგრევე არ იწყებს ლაპარაკს სავარაუდოდ და აი თვითონ აი ეს კომუნიკაცია აი როგორ დონეზე ვიძახი იცი აი თუნდაც დაძაბულობასაც ხო გრძნობს ხელში რო აქვს ადამიანს რა მაგდონეზე ვიძახი რომ ანუ აი დაჟე წარმომიდგენია რომ შეიძლება მაგალითად თვითონ აი რაღაცეების დაძაბულობით ხვდებოდე რა აწუხებს მენტალურად რა დაჭიმული კუნთები კისერი მოჭიმული კი ხშირად მოდუნებული რო არ არის და მე მგონია რომ მე მიდგომასაც უფრო ეგ იქნია მაგალითად აი მუხლებზე გიმარტივებს მუხლების სამკურნალოდ მოსული პაციენტი რომ შემჩნევია მოდი აი კისერით ცოტა დავსაჩუქრად ჩვენგან ეს პროცედურა ძალიან ხშირად მიქნია რომ აი რაღაც მოდი ლიმფოდრენერს გაჩუქებთ ახლა და აი დამსახურება უნდა ამ კეთილგანწყობას პაციენტების მხრიდან რა ეს თავისით არ ხდება. ნამდვილად დამსახურებაც უნდა და თან ანუ არ ვიცი რაღაც შეგრძნებაც აი ემპათიის ქონა არ ქონაზეც არის რა. მე ვერ გამოვა სხვანა ემპათიის არ ქონით ექიმობა ვერ გამოვა. არა არ არსებობს. მე როგორც პაციენტი არ წავალ, არ მომინდება მეორედ მისვლა ისეთ ექიმთან. არ წავალ, მაგრამ ვისაც ჩემს მიმართ ემპათია არ აქვს. ეხლა რომ მკითხო, აი ვიღაც ექიმებზე ვისთანაც ყოფილვარ,
ანუ მქონია ეგ. ეხლა ჩემო პაციენტებმა ძალიან გთხოვთ, დაწერეთ კომენტარები. მქონია ეგ განცდა, რომ ანუ ამ ადამიანს ემპათია საერთოდ არ გააჩნია რა. აი ისეთ სახით გიზის, ისე უტაქტოდ გელაპარაკება, მიხვდი, ანუ რაღაცა იმდა ხისტია პირდაპირ თქმა. ხო, აი რაღაც ემპათიის ნატამალი არ მოდის. არ ვიცი, ხო, მაგიტო ვიძახი, რომ მაინც არ მგონია, რომ ესე მაინდა-მაინც ყველა ექიმის აქვს, თუმცა ექიმობას რო გადაწყვეტ ორი ვარიანტია. ან ფინანსურ სარგებელი არის, რის გამოც გადაწყვიტე, ან მეორეა, რომ მართლა გულწრფელად ადამიანების დახმარება გინდა რა. ანუ ეგ ორი. მაგრამ ფინანსური სარგებელი ჩვენ სპეციალობაში იმდენად გვიან მოდის, რომ არ არსებობს თუ შენ გულით არ გინდა ექიმობა, რაღაც ელოდო იმას, როდის იქნება ფინანსური სარგებელი, გაგიჭირდება ძალიან. ხო, შეიძლება მე დამრჩა პროსტა ეგეთი ემოცია სიხისტის ან პირდაპირობის გამო, ან უხეშობის გამო რა. კაი, გადავიდეთ ახლა. ანუ შენ იძახი, რომ ემპათია იდეაში გეხმარება შენ სამსახურში. ძალიან. ხო, ანუ ხელს არ იშლის. იმიტომ რომ მე რაღაც მომენტში დავუშვი ისიც, რომ ძალიან ემპათიური რო ხარ, ძალიან გეხება და მე ეხმარება, მაგრამ არ ვიცი რამდენად ეხმარება ადამიანებს, ვინც სამსახურის გარეთ ჩემთან ერთად დროს ატარებენ. ხო, აი, ძნელია, პირადი ცხოვრების აწყობაც ძნელია, როცა ესე ხარ, იმიტომ რომ არ უნდა ადამიანს ეს შენი სამსახურის სახლში. ხვდები და აი სახლში მოხვიდე და კიდე ამ პაციენტებზე იფიქრო, ილაპარაკო, ტელეფონზე დაგირეკონ, ელაპარაკო. ანუ სახლშიც იქ ხარ. სახლშიც იქ ვარ, ხო, არ ვიცი სწორია თუ არა, მაგრამ ჩემს ირგვლივ ადამიანებს ეგ იყო შემდეგი კითხვა. მართლა, რომ რაღაც თუ ყოფილად და უნდა მეთქვა, რომ რამოდენიმე დღე დედა ჩემთან დავრჩი და ესე მითხრა, რომ მიყურა და ანუ ტელეფონზე სუცუდ რაღაცებს რატო ლაპარაკობ? აი ცოტაო დავითრგუნეო და ხო, ეგ რამოდენიმე დღე მიყურა და ამ დროს ყოველ დღე ან სულ ეგრე ხარ. ანუ ეგ იყო კითხვა, რომ სახლშიც თუ მოგყვება თქო რა, ეგ ტკივილი და ანუ ესე პირველ პაციენტი რო გადამეცვალა, მისიზმრებოდა ძალიან დიდხანს. ხო. მომყვება აუცილებლად, აი როგორ ყველა პაციენტი მახსოვს, იცი, აი 5 წლის წინ, 8 წლის წინ მოსული პაციენტიც კი ყველა თავისი ისტორიით, აი მახსოვს ძალიან კარგად. მე ძალიან კარგად მახსოვს, როცა შენ დამირეკე დედას ჯანმრთელობის პრობლემებზე. მეც მახსოვს. აი ეგეთი რაღაცები არის ხოლმე ძალიან ძნელი, რომ ახლობელს რო ვერაფერს ვერ უშვები. ხო. და რო აცნობიერებ, რომ ძალიან უსუსური ხარ. ეგ ძალიან ცუდია. და მაგ დროს ყოველთვის ვცდილობ, რომ აქცენტი გავაკეთო იმ კარგზე, ვიდრე იმ შემთხვევებზე, სადაც ვერაფერი ვერ ქენი. ხო, მეც მახსოვს, რომ დაგირეკე და ყველას არის მახსოვს საერთოდ ვისთანაც რამე განმიხორციელებია მაგ პერიოდში და შენთან ზარიც ერთ-ერთი ეგ ანუ ყველას არის იყო ეს რაღაც იმედის ძიება თუ რაღაც რა და თან ცოტა უხერხულობაც რომ რაღაცას არ ვიცი ხე ის ხო არ გაქვს მოლოდინი რომ ვიღაცა დააგეხმარება და პრობლემას გადაგიჭრის და ასე შემდეგ რა თან ეგეთ პრობლემას რაც სიმსივნე არის მაგრამ აი რაღაცნაირად მაინც სასიამოვნოა ხოლმე საუბარი როცა იქიდან გრძნობ რომ ის კი არა რომ დაგეხმარება უეჭველი ხო ანუ მაგას კი არა უბრალოდ რო გრძნობ რომ აი მართლა ადამიანმა გულამდე მიიტანა ეს შენი ამბავი და მართლა იგრძნობა რომ აი ხო რა რაც შემილია და როგორც შემილია გავაკეთებ რა და რომ შემეძლოს ეგ არის ძალიან ცუდი მხარე ექიმობის როცა აი ეგეთ ახლობლებს რო იცი რომ რაღაც შენი იმედი აქვს რა ის სამეგობროში სანათესაოში რაღაც იმიტომ რომ ექიმი ხარ და ზოგჯერ ხო არის რომ ვერაფერსაც ვერ შვები და ეგ ძალიან ძნელია რომ მანდ არ გაგექცეს და დანაშაულის გრძნობა არ გქონდეს შენი თავის მიმართ. როი რატო არ გამომივიდა?
არ მაგდროს ლოგიკა არ უნდა დაკარგოთ და უნდა ხვდებოდე რომ მაგდროს უნდა გაიხსენო რომ ყოვლის შემძლე არ ხო მაგდროს ლოგიკა არ უნდა დაკარგოთ და უნდა ხვდებოდე რომ არის რაღაც დიაგნოზები რასაც ვერ ხო და ეს არ არის შენი ბრალი ხო ზუსტად კი მაგრამ ძნელია იქ დანაშაულის განცდა ხშირად მქონია რომ იქნებ რამე დავაკელი და ბოლოს საღიაზრი იმარჯვებს გინდა არ გინდა ხო ხანდახან ღმერთი ესე შეგაჯანჯღარებს რა რომ ერთი წამით აქ შენ მარტო არ ხარ ხო და მართლა ყოვლის შემძლე არ ხარ მართლა ყოვლის შემძლე არ ხარ იმიტომ რომ აი მეც ეხლა არა როგორც ექიმს არამედ როგორც ადამიანს რომელსაც რაღაცები მომდომებია ძალიან და რაღაც ეტაპამდე რომ გამოდის და მე უცებ ბრახდა არ გამოდის აი მან ეს გაქრო ანუ ეხლა რა უნდა გავაკეთო თუ რაღაც და არაფერი ანუ უბრალოდ შეეგუო და მიიღო რომ აუ ყველაფერს და ყველას ვერ დაეხმარები და ანუ რაღაცა ის ზღვარი არსებობს სადღაც რა ხან ჩემი კოლეგებისგანაც გამიგია ხოლმე რომ ანუ ცოტა ლოგიკა ჩართული ხო და მე ეგ ანუ იდეაში პირად ცხოვრებაზე მაინც გავლენას ძალიან ახდენს ალბათ ჩემნაირი ადამიანის გვერდით რო ვიღაც იქნება მასაც ძალიან დიდი ემპათიის უნარი უნდა ქონდეს რომ ჩემ მდგომარეობა როგორც მე პაციენტის მდგომარეობაში ის ჩემ მდგომარეობაში შევიდეს ხო არა ძნელია ძალიან და თუ თვითონ ექიმი არ იქნება ხო ეგ მაინც უნდა ესმოდეს და თუ სულ ეგრეა მაშინ გადაწვისგან რა გვიცავს შენ შემთხვევაში ხო დავაცნობიერე და ვიძახდი რომ დასასვენებლად ვიყავი წასული და აი ყველაფერი იყო ზღვა, სიმშვიდე, მეგობრები, რაღაც ის ყველაფერი, რაზეც მთელი წელი ვოცნებობდი, რომ ის აფხული რომ მოვა, ამას ვიზო და მივხვდი, რომ აი სანაპიროზე წევარ და ვერ ვისვენებ. ხო. აი უკვე მე თვითონ ვარ ესე. რომ ტელეფონის ზარი გამორთული ხო არ არის, ვინმეს არ დაჭირდა, ვინმე არ დაჭირდება რეაბილიტოლოგი. ხო. არის, ეგ ამბავი არის. ხო, ანუ სულ მუდმივ რეჟიმში მოჭიმული ხარ და სამსახურში რო არ ვარ და შეგულებაში ვარ, აი რაღაც ტვინის რაღაცა ნაწილი მაინც ყოველთვის მაგ ყველაფერს და ფიქრობს. ხა, თავიდან ბოლომდე არა, მაგას არ მოვიტყუები, რაღაც ჩვენც ადამიანები ვართ და რაღაცა ჩვენი ცხოვრება, ჩვენც გვაქვს ჩვენი პირადი ტრაგედიები, პირადი სიხარულები, ყველაფერი, მაგრამ აი რაღაც ნაწილი ტვინის აუცილებლად ყოველთვის მანდ არის. მანდ არის. ხო, აი ძალიან არ ვიცი, ჩემი აზრით ძალიან რთულია ეგრე ცხოვრება რა. ეჩვევი ალბათ რა. ხო, მაგრამ აი სად მიდის ეგ და აი ეგ ის სულ რაღაცნაირად იმაზე მდგომა რა. მე ფსიქოთერაპიაზე და მიდის მანდ. ხო, ანუ ხო, რაღაცა დახმარებას იღებ, იმიტომ რომ ეგ მაინტერესებდა რა, აი ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია რომ არ გადაიწვა, როცა ყოვლის შემძლე ხარ, ვართ ექიმებიც, ადამიანები ვართ და აუცილებლად ფსიქოთერაპიაზე დავდივარ, რა ვიცი, მთელი ცხოვრება მე მგონი. ხო. ეგ იყო იდეაში ხო, თავარი ის, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძნელია რა, მარტო ისტორიები რო გესმის, ეგ ჩემთვის წარმოუდგენელია და პლიუს კიდე ყოველდღიურად ამდენ დროს რო ატარებ ამ ადამიანებთან. ხო იძახიან რომ აი რაღაცა ეჩვევი, სიუდები, ახლა რამდენ სიკვდილთან გვაქვს ხო შეხება თან არიან პაციენტები, ხა მე ონკოქირურგიაში ვმუშაობ განყოფილებაში და ძალიან ხშირად მაქვს სიკვდილთან შეხება. მაგრამ აქ არა ოღონდ თბილისში იქ. და ვერ ეჩვევი სიკვდილს. არ ვიცი, ვიღაცები შეიძლება მე ვერ მივეჩვია. ხო, ალბათ ძალიან ინდივიდუალურია, მაინც აი მეც ხშირად გამიგია, რომ ეს ექიმები უკვე ხო რობოტებივით არიან. ეს გამოთქვა ხო იცი? ხო, გავრობოტდი კი არა, გავრობოტდი. აუ ერთ-ერთი პრინციპში და კაია. პრინციპში ერთ-ერთი ხო, რომ აი ამ ყველაფრით. რომ ვერ გავრობოტდი და ვერ გავბოროტდი. ორივე ძალიან ბედნიერი ვარ. ხო, ანუ ეგ გამონათქვა მგონია რომ ყველა არ არის და რაღაც მომენტში შეიძლება რომ უბრალოდ თუნდაც თავდაცვის მექანიზმი ჩაგერთოს და შო
ანუ აღარ მოდის რა შენამდე რა და ეგ იგულისხმება ალბათ გარობოტებაში, აბა ეხა მართლა ესე რომ საერთოდ ემოცია დაკარგო, არ ვიცი, ხა მე თვითონ მაქვს ეგეთი გამოცდილება რა, ერთ-ერთი ორსულობის დასასრულს, აი რა ხდებოდა იცი დერეფანში? ჩემი ამ შვილის, ასე ვთქვათ, იმებს, რა ქვია, მონაცემებს აი ეს ერთი დერეფნიდან მეორე დერეფანში ყვიროდნენ. კი. და მე ყველაფერი მესმოდა რა. და ბოლოს ანუ ჩემი ექიმი ვინც იყო გინეკოლოგი გამოვიდა, ანუ როგორ არ გრცხვენიათო საერთოდ რა, მაგრამ აი ეგ არის რომ ალბათ ის კი არ არის რომ ისინი რაღაცნაირად რობოტები არიან მართლა და ემოციები და ის არა, უბრალოდ დაითავდაცვის მექანიზმი არის იმ დონეზე ჩართული, რომ ვეღარც იაზრებ იმის იქით რა ხდება რა. მე რო ოჯახის წევრი გარდამეცვალა, კლინიკიდან რო დამირეკეს, ვერ ვიტყვი რომ ექიმი იყო, არ მგონია ხა რომ ექიმს დაერეკა, ვიღაც ადამიანმა, ვინც დამირეკა, ისეთი ხმის ტემბრით დამირეკა, რომ დარწმუნებული ვიყავი და ველოდებოდი, რომ უნდა ითქვა, რომ დინამიკა უკეთესობისკენ წავიდა. გამარჯობათ, ჩვენ კლინიკიდან გირეკავთ. იცით რა, სამწუხაროდ გულის გაჩერების ეპიზოდი დაფიქსირდა და აი იმდენად არ ემთხვეოდა მისი განწყობა იმ ამბავს, რაც ჩემთვის უნდა ითქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი გარდაიცვალა. რომ ძალიან გამიკვირდა. არ ვიცი, ალბათ ექიმი არ იყო, ვინც დარეკა და არის რაღაც სამსახური, ვისაც ეს ყველაფერი ევალება, მაგრამ ძალიან ისე ვიგრძენი თავი, აი ყოველთვის ხო რაღაც ექიმის მხრიდან უყურებთ, აი მეორე მხარეს, რომ აღმოჩენდი მაგის მერე კიდე უფრო ყველა სიტყვას პაციენტთან ნათქვამს მივაქცევ და ვაქცევ ყურადღებას. ხო, არა, ძალიან მნიშვნელოვანია რა. ეხა უბრალოდ რომ დავფიქრდი, აი ვიფიქრე, რომ ალბათ ეგ არის მიზეზი თქვა, სხვა მიზეზი ცოტა რთული გამოსანახია. კაი, დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს ამბებს. რეაბილიტოლოგი ალბათ ერთ-ერთი პირველი ადამიანია, ვინც პაციენტის პირველ წარმატებულ ნაბიჯებს ესწრება რა, ასე ვთქვათ რა, პირდაპირ მნიშვნელობითაც და რეაბილიტოლოგი არის ყველაზე ბოლო ექიმი, ვისთანაც პაციენტი მოდის, იმიტომ რომ რაღაც ეტაპებს გაივლის კვლევებს, დიაგნოსტიკაში და მივა მერე თერაპია იქნება ქირურგია და ბოლოს მოდის რეაბილიტოლოგთან. მაგრამ გამოჯანმრთელება ხომ აქედან იწყება. ანუ ყველაზე დამძიმებული როცა არის პაციენტი, მაშინ მოდის რეალურად ჩვენთან, ხო? მოდის და სირბილით მიდის. რეაბილიტოლოგის სამოთხე. ხო. და აი ეგ მაინტერესებს, რომ აი პირველ რაღაცა წინსვლას რო ხედავ რა და აი ამ შენი შრომის შედეგს, აი ეგ რა გრძნობა არის და იმას თუ გიქარწყლებს კი არა და ნუ თუ ათანაბრებს აი ამ სევდებს და აბა ეგ რო არ იყოს მართლა გავგიჟდებოდით. არ მაგის გარეშე ვერავინ ვერ გაუძლებს მარტო ცუდ ამბებს ალბათ. ხო, ნუ მარტო ცუდ. ეგ არის ყველაზე დიდი ნარკოტიკი. რაც ზუსტად ეგ არის რაც დედამიწაზე. რაც გაძლებინებთ მე მგონი. ხო, ეგ არის ის რაზეც თავისუფლად გემართება ადიქცია. ხო. რო აი ყველა გადადგმულ ერთ ნაბიჯზე, ყველა აქ ვიგრძენი უკვე. რაღაც გაბუჟებული იყო, ძალა არ მქონდა, ვერ უგრძნობდი, ფეხს დავეყრდი. ანუ აი ყველაფერი ეს არის. ანუ მე ალბათ ყველა ჯერზე ვიტირებდი. არ ყავს შვილი და არ ვიცი რა განცდა, როცა შენი შვილი პირველ ნაბიჯებს დგავს, მაგრამ აი მე ესე მგონია, რომ აი ყველა ჩემი ეტლით მოსული პაციენტი რო პირველად ორ ნაბიჯს გადადგავს, ალბათ ეგ ემოცია მექნება, როცა ოდესმე ჩემი შვილი გაივლის. ალბათ. აი მე რო თან ეხლა რაღაცა ემოციური პერიოდი მაქვს და აი ხა რო წარმოვიდგინე, მართლა ალბათ ყველა ჯერზე ვიტირებდი და არასდროს არ მომბეზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად ემოციური ვარ. აი იცი როგორი ემოციური ვარ, რომ იმის იქით ალბათ აღარაფერი აღარ არსებობს. არავის არ ჯერა მაგას რო ვიწახის სამსახურში. იმიტომ რომ ხო ტირილი არ უნახავს ჩემი არავის სამსახურში და იქ რაღაცა ისე ვარ. ხო, აი რაღაცა სიხარულის ცრემლი წარმოვიდგინე უკან რა და ხო
ეგრეა, მან საჭიროც ალბათ. ხა იქ ყველა ჯერზე რო ცრემლები აფრქვიო, რამდენად. მე რაღაც სისულელებზე ვტირი და რეალურად იმაზე კი არ ვტირი, აი ის რეებიც დაგროდა და მე რაღაცა ფილმზე ვიტირებ და ვითომ გაუშვი, წაიღო ამ ფილმმა. ეხლა რა მაინტერესებს? პირიქით მაინტერესებს თუ ხდება, რომ პაციენტისგან რამე ისწავლე შენ. ოღონდ ამას გულისხმობ როგორ რაღაცებს იცი, აი დაუშვათ თუნდაც ძალიან ოპტიმისტი ყოფილა, აი რაღაც უფრო მენტალურ თვისებებს, ხასიათის რაღაც შტრიხებს, რაც შეიძლება რომ გადაგედოს რა. და ეხა აი ამან ეს რა კარგად თქვან, როგორი мотиваცია აქვს, ან შეიძლება პირიქით იყოს, რომ ძალიან ბოდიში ძალიან ძიმედ იყოს და აი მე ესე არ მომწონს. აი мотиваცია მემართება ხოლმე ასაკიან პაციენტებზე. ხო. აი მიყვარს 88 წლის პაციენტი მყავს ახლა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პაციენტი, რომელიც ეს პერიოდულად მოდის ხოლმე, რომ რაღაცა ცოტა სახსარი ადგილდა. და აი გიჟდები, აი მაბედნიერებს და ვიცი რომ დიდი რო გავიზდები, მინდა რომ გამოვიდე ეს. ხო. ხო, ძალიან ბევრს სწავლობ ეგეთი პაციენტების, რომელიც არ ეგუება ამ ასაკს და არ რაღაც აქტიური ცხოვრების წესი ცხოვრობს და გარდა აქტიური ფიზიკური ცხოვრების წესი და მენტალურად, ემოციურად არაფერს არ ეგუება და ბოლომდე მე ანუ ციფრებია მარტო ასაკი, ამას ამტკიცებს. აი ეგ ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა. ხო. ეგეც და აი მაგალითად რაღაც თუნდაც ახალგაზრდა რომ მოდის ძალიან ტრავმირებული, რამდენად ხშირია ზოგადად რომ განწყობა კონდეს ისეთი რომ აი ხა მე კაცო თუნდაც ავდგები აბა რას ვიზავ და გავივლი. რამდენად ხშირია შენ შემთხვევაში და აი ეგ როცა მოდის ადამიანისგან, ან თუნდაც შეიძლება ეგ არ მოდიოდეს და პირიქით მოდიოდეს, აი ეგეც რამე ის იმებს თუ იწერ რაღაც პატარ-პატარა ხო იცი? დღიურებს. ეხა ეს ანუ ეს მე პაციენტებსაც რო ვეუბნები, იცი რომ დღიური აწარმოეთ? გარკვევები. იმიტომ რომ რაღაცნაირად აი გაუბრალოებული გვაქვს ხოლმე რაღაცები და ვერ ვაცნობიერებთ იმ აი რაღაცა ნელა თუ მიდის პროცესი ყოველდღიურ შედეგს ხა ნუ რა ვიცი აი უკეთესად ან იქნებ ისე როგორც გუშინ მაგრამ 10 დღის წინ რო გქონოდა დაწყებული დღიურის წერა და თუნდაც აი რაღაცა 1-დან 10-მდე შეგეფასებინა შენი ტკივილი ინტერესოა მართლა და მე ეხლა გაგიგია რომ რაღაც ყოველდღე რო ვიღაცას ნახულობ, ვერ ხვდები რომ უცბად ძალიან გახდა. აი დიდი ხანი რო არ გინახავს, უცბად მიხვდები ან ბავშვი რო გაიზარდა, რო არ ნახულობ და მე რო ხვდები. იგივე განცდა აქვს ხოლმე პაციენტს, რომ აი ყოველდღიურად ამ მინიმალურ რაღაცებს ვერ ხვდები, მაგრამ აი 10 დღის წინ დაწყებული თუ აქვს ეს დღიურის წერა და იქ თავისი ტკივილი იმ მომენტში შეაფასა 8 ქულით, შეიძლება დღეს უკვე 10 დღის მერე არის 5 ქულა. მაგრამ ეს სამი ქულა რო რაღაცა გაიწელა 10 დღეზე ერთ თვეზე თვენახევარზე თუნდაც ვერაცნობიერებს, მაგრამ დღიურის წარმოება ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და სულ ვთხოვ პაციენტებსაც რომ აწარმოეთ დღიური. ძალიან კაი აზრია, ძალიან მომეწონა ეგ აზრი. და მე პირველ დღეს რო წაიკითხავ, მიხვდები რომ საიდან დავიწყე და სად მოვედი. და ისაც შეიძლება რომ რამე კიდე დამატებით მიაყოლო შენი ამბები და ეგეც კაია ზოგადად წერა. ოჩხ, მომეწონა. ხო, იდეაში ამაზე ვილაპარაკეთ უკვე ცოტა. ხო, ანუ შენთან მოსული ადამიანის ტკივილი ძალიან თვალსაჩინოა და ყველა ხედავთ და შეიძლება მეც დავინახო არა ექიმმა და აი შენი ტკივილები როგორ არიან, სად არიან, ჩანან, არ ჩანან ან ახლობლებში, ან შეიძლება ეხა ტელეფონის ზარს დაუშვათ ვიღაცა ესწრება და ასე შემდეგ, მაგრამ აი თვითონ ამ განცდებზე, ემოციებზე და ტკივილზე საერთოდ თუ საუბრობოდესმე და თუ აქცევ ყურადღებას ვცდილობ რომ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან არ ვილაპარაკო მაგაზე. კონკრეტულ кейსებზე ალბათ. და შენს ემოციებზე კონკრეტული кейსი, ну რა თქმა უნდა, პაციენტის კონფიდენციალურობა და ეს სხვა ამბავია, მაგრამ
აი დედაჩემმა იცის ხოლმე რა რომ პაციენტს რო ლაპარაკები ტელეფონზე ეს რაღაც ის არ არის ექიმი და რა ჭირს რაღაც აინტერესებს ხოლმე რა და ვცდილობ ხოლმე რომ არ მოვუყვე იმიტომ რომ ნუ ძნელი ადამიანისთვის ვინც ამ პროფესიაში არ არის რომ მე ნუ სხვანაირად ეშველება აი ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე სახში თუ უცბად გაიგეს როგორც ლაპარაკები ხო გადარჩება ხო მორჩება ხო ეშველება აი ამ ვცდილობ ხოლმე რომ მოვარიდო ეს ყველაფერი ახლობლებს მაგრამ ChatGPT-ს ფსიქოთერაპევტს არ ვარიდე. ხო, კაია, რომ ეგენი გგობრდით კი. ძალიან კაია. როგორი შეგრძნება, როცა იცი რომ სხვისი აღდგენა შენზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ აღდგენა რა, мотиваციაც შენზე როა დამოკიდებული. ანუ რეალურად ორმაგი შრომა გამოდის, ხო? ანუ ფიზიკურადაც შრობობ და პლუს კიდე მენტალურად უნდა დაამუშაო. ანუ კოუჩიც ხარ. მაგათი მეშინია ცოტა. რატო? მე უნდა ვიქოუჩო და აღარ შეგეშინდება. იმიტომ რომ რაღაც ზედმეტად გაყურებინებენ. შევეშვა ცხებს და ახლა შენზე გადავიდეთ რა. ეხლა უნდა შემეშინდა ეს? შეიძლება, არ ვიცი. უნდა მომიყვე რა დაკვირვებები და აღმოჩენები მოგცა შენმა პროფესიამ შენს თავზე. ანუ შენი თავის შესახებ. ხო, ეგ ყველაზე რთული კითხვები არის, მან რაც იყო ეხლა. აბა, გისმე, საინტერესოა რა. ხო, გარდაცოდნისა აღმოჩენა რა აღმოვაჩინე, იცი რომ ყოველთვის მეგონა რომ ვიყავი ძალიან სოციალური და ძალიან ექსტროვერტი. მაგრამ აღმოვაჩინე რომ თურმე ყოფილვარ ინტროვერტი, ოღონდ აი ამ ცხოვრების წესმა გამხადა ინტროვერტი და რატო? დღის პირველ ნახევარში იმდენ ადამიანს ხვდები, იმდენ უცხო ადამიანს, იმდენ რაღაც ამ უცხო ადამიანების ისტორიებს ვისმენ, მათი ცხოვრების ნაწილი ვხდები და ემოციურად ისე ვიხარჯები ფიზიკურ დაღლას რო თავი დავანებოთ, რომ აი საღამოს ხო გავხდი ინტროვერტი, აი მინდა რომ სახლში მოვიდე და აი ეს კარები მოვკეტო. ბოდიში. და ვიყო რაღაც სიწყნარეში, სიჩუმეში და რაღაცა ძალა მოვიკრიბა, რომ მეორე დღეს ისევ თავიდან ეგ ყველაფერი დავიწყო. მასწავლა რომ ძალიან ემოციური ყოფილვარ. მე მეგონა რომ ვიყავი რაღაც ქვადარკინა და ყველაზე ძლიერი და არ ყოფილა ეგრე. და მე მგონი, ხო, არ ვიცი, ექსტროვერტი ვერ იქნები მაგ პროფესიით, როცა ხარ დაკავებული, მე მგონი, იმიტომ რომ მათ ხო რაღაცა მოვდივარ და აღარ გაქვს უბრალოდ ის ემოცია, რომ თუნდაც საღამოს რაღაც აღნიშნო. აი რესურსი აღარ გაქვს. ხო, მაგას ვიცი. იმიტომ რომ დღის პირველ ნახევარში სამსახურში ყოფნის დროს ინერვიულე კიდევაც განიცადე კიდევაც აღნიშნე კიდევაც ის რაღაცა პატარ-პატარა წარმოტება და აი ვიხვდები რომ ხვდები ხანდახან რომ აი აღარ მაქვს რესურსი რა. ვეღარ ვყოფნი. და რა უნარჩვევები გამოიმუშავე ამასობაში, რაც არ გქონდა. უნარჩვევები გამოვიმუშავე ის, რომ ადრე თუ აიცი რას მივხვდი, რომ ადრე ცოტა აი ესე ვუყურებდი ყველაფერს, რაღაცა ჩემ ჩარჩოში, ჩემი ტვინის ჩარჩოში ვუყურებდი და ეხლა მაქვს მიმღებლობა ყველანაირი ადამიანის. იმიტომ რომ იცი როგორ არის, მეგობრები მაინც ყავს ჩვენნაირები, ხო, ასე თუ ისე. ოჯახიც რაღაცა, ხო, შენია რა და ნუ მიჩვეული ხარ დაბადებიდან მაგათ უყურებ და ეგეთები არიან და შენც რაღაცა ემსგავსები, ისინი გზრდიან მშობლები, რაღაცა შენც მაგათნაირი ხდები. მეგობრებიც ჩვენი წრიდან, რაღაც ჩვენი სოციუმიდან და მერე უკვე სამსახურში არ არის ეგრე, ყველანაირი ხდება. რასის, რელიგიის, ორიენტაციის, სოციალური კლასის, ყველანაირი ადამიანი ყავს გვერდით მთელი დღის განმავლობაში. ამიტომ ეგ მომწონს ძალიან, რომ ეგეთი გავხდი, რომ მიმღებლობა მაქვს უკვე ყველანაირი ადამიანის. ძალიან მაგარია ეგ. პატარა რამე არ არის მე მგონი. ხო, ყველანაირი მეგობრები გავიჩინე. მიხდი და ეგ ძალიან მომწონს.
ხო, კაია, ცხოვრებაც მე უფრო მრავალფეროვანია. მრავალფეროვანია. მეც რომ წონს ხო ეს რაღაცა ბაბლის იქით რო გადიხარ. ზუსტად. ცოტა კომფორტ ზონიდან გასვლა არის თავიდან და ცოტა რაღაცა უცნაურად გეჩვენებიან ვიღაცები, მაგრამ მე ანუ ხო ეჩვევი და ეგ კარგია რა ჩემი აზრით. ოკეი, კიდე რამე ხო არ არის? მოდი კიდევ ვთქვათ, მომავალ ექიმებს უთხრათ რამე. მიმართვაზე გინდა უკვე რო გადახვიდე? ხო. შენი აღმოჩენები და დაკვირვებები არ გინდა რო კიდე რამე მითხრა? სხვა არაფერი არ აღმომიჩენია, მე მგონი ახალი. შეიძლება არ გიფიქრია დიდად ამაზე. მე მგონია რომ ზოგადად პროფესიაც, ანუ ჩვენი ყოველდღიურობა ის სამსახურში წავედი, მოვედი, ვითომ ხო ის არის რა. და მე ორ ქვეყანაში ვმუშაობ. ანუ ჩემთვის არის სამსახურში გავფრინდი, გამოვფრინდი. მithumetes. იცი რას მივხვდი ერთხელ? ადრე მქონდა კლაუსტროფობია, ძალიან ბევრი ვიარე მე თერაპიებზე, იმაზე. ნუ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რაც მგონია, არის ის, რომ კლაუსტროფობია დავამარცხე. და ერთხელ ძალიან გამიკვირდა ჩემ თავში, აი ამას მივხვდი, რომ თვითფრინავი ჩემთვის იყო სრული კოშმარი. აი ამ კარებს რომ მოკეტავდნენ, ან ფრენის კი არ მეშინოდა, აი ამ ხმას რომ გავიგებდი, აი და მეგონა რომ იქ ვეღარ ვსუნთქავ და აი ბოლომდე მოჭიმული და მთელი გზა მარტო იმას ვფიქრობდი, რომ აი როდის გაიღება ეს კარები და ერთხელ თვითფრინავში გამოაცხადეს, რომ ხომ არ არის ბორცზე ექიმი დახმარება გვჭირდება. და მივხვდი, რომ თვითფრინავის აღარ მეშინია. მე ეს წამოვდი აქ ვარ. აი, დაგეხმარა ხედავ. ძალიან ის არის. ხო. შენ თავი გადადე და კი, გამარჯობა შენი. გადადეც არის და ისიც არის, რომ ანუ აქ უკვე მივხვდი რაღაც მომენტში ეთქობა, რომ იქით უნდა დაეხმარო აქ ვიღაცებს. ისი უნდა გეშინოდეს. შენი კლაუსტროფობიისთვის და ეხლა მაგის დრო არ არის. ხო, ეხლა ბევრად უფრო რაღაც სხვა მისია გაქვს. ხო. ხო და აი ეგეთი პატარ-პატარა რაღაცეები არის რა, რაც რაშიც შეიძლება პროფესია და თუნდაც იგივე რავი კონკრეტულად პროფესია არ იყოს და სამსახური იყოს, ანუ რაღაცეების პატარ-პატარა აღმოჩენები და დაკვირვებები რა. ანუ საერთო ჯამში რისთვის მოხვედი საბოლოო ჯამში უბრალოდ აქ რა, რა მე ძალიან მიხარია, ძალიან მადლიერი ვარ. მართლა ძალიან დიდი პატივი არის ჩემთვის, რომ შენ თვითონ მოისურვე ჩემთან მომწონს, რასაც აკეთებ. ძალიან მიხარია. საინტერესოა, როგორც მაყურებლისთვის, ჩემთვის შენი მოსმენა ძალიან საინტერესოა. აი ეს ინტროვერტული საათი, როცა მაქვს ხოლმე სახლში. ჩემთან ერთად ატარებ. ძალიან მიხარია. და რატომ მოისურვე ჩემთან მოსვლა და რა გაქვს სათქმელი იდეაში მაყურებლისთვის? შეხედე ორი ამბავია. გაქვს სათქმელი. ორი ამბავია. ერთი ის, რომ პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა გაიგონ, რომ მარტო არ არიან და აქეთ მხარესაც ისტორიის მეორე მხარეს ადამიანებით სრულიად ვიზიარებთ მათ სიხარულსაც და მწუხარებასაც და ისევე გვიხარია, არ ვიცი, ისევე გვიხარია, როგორც მათ შეიძლება ცოტა ზედმეტი ნათქვამია, მაგრამ ყველანაირად ჩართულები ვართ მათ ცხოვრებაში და მართლა გულით მიხარია ყველა პაციენტის წარმატება. და მეორე, რაღაცა თითქოს მითი დავამსხვრიოთ ახლა მომავალი ექიმებისთვის. რომელი? რომ ეს გზა რაღაცა ვარდებით არის მოფენილი და რომ თეთრი ხალათი ჩაიცვი და უცბად ბევრი ფული იშოვე და უცბად ყველა პატივს გცემს და უცბად რაღაც ჩემი შვილი ექიმია სიამაყით. ამის იქით იმდენი რაღაც ხდება. რო დავიწყოთ ფინანსური კეთილდღეობით, ძალიან გვიან მოდის ჩვენს პროფესიაში ფინანსური კეთილდღეობა. ამიტომ თუ გულით არ გინდა რასაც აკეთებ, არ არსებობს რომ ენთუზიაზმი გეყოს იქამდე სანამ მიხვალ ამ ფინანსურ კეთილდღეობამდე. თუ მართლა ძალიან არ გინდა და თუ ამისგან ძალიან დიდ სიამოვნებას არ იღებ. ხო. და მეორე არის ის, რომ ემოციურად უნდა იყო ძალიან სტაბილური. რომ ეს ყველაფერი შეძლო. ეს ყველაფერი არ
გადაიტანო ოჯახის წევრებზე, არ გადაიტანო მეგობრებზე და გააგრძელო ადეკვატური ცხოვრება სამსახურის მერე. ხო. და ემოციურად სტაბილურობაში ალბათ ის იგულისხმება, ეხ ჩემი წარმოდგენით როგორ არის. რომ შენს ფსიქიკაზეც იზრუნო. აუცილებლად. ის არ იყოს მარტო რო სხვებისთვის ცხოვრობ რა. იმიტომ რომ შენ ისედაც თან საქმეც ეგეთი გაქვს რო სხვებისთვის ცხოვრობ. ისედაც. ხო, ანუ გარდა იმისა რომ შეიძლება ტიპაჟურად ეგეთი იყო, ან ქსიამოვნებდეს, ან ძალიან ემპათიური იყო, ან ემოციური იყო და ასე შემდეგ, ანუ საქმეც ეგეთი რო გემატება, შეიძლება მგონია რომ ძალიან მარტივად შეიძლება დაკარგო შენი თავი რა. ჩემს სოციალურ ქსელში ბევრჯერ მილაპარაკია მენტალურ ჯანმრთელობაზე, ბევრჯერ მილაპარაკია იმაზე, რომ მე თვითონ წლების განმავლობაში სისტემატიურად დავდივარ ფსიქოთერაპიაზე. ბევრჯერ მილაპარაკია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის სირცხვილი, რომ ყველა ადამიანს გვჭირდება რაღაც მხარდაჭერა და არ შეგრცხვეთ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი. იარეთ ფსიქოთერაპიაზე. თქვენთვისაც და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც ესე აჯობებს. თქვენზე თუ არ ფიქრობთ, სხვებზე მაინც იფიქრეთ. არა და ხო, პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა იფიქრო. როცა შენ ხარ კარგად, შენს ირგვლივ ადამიანებიც არიან კარგად. მადლობთ. ძალიან ყოჩაღად თქვი. მადლობა რომ მოხვედი ჩემთან. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ ეს თეთრი ხალათის უკან ამბებიც ცოდნოდა ხალხს. შემდეგ იმპროვიზულ საღამოს უკვე გავატარებ შენ თავთანაც, შენ თავთან და შენ თავთან ერთად. და ველოდები შემდეგ ეპიზოდებსაც ძალიან დიდი სიხარულით. მადლობა. წარმატებებს გისურვებ კარგ საქმეს. წარმატებებს გისურვებ და ძალიან მიხარია რომ ჩემთან მოხვედი და ეს შენი სათქმელი რაც ქონდა, როგორც ადამიანს და როგორც ექიმის მიღმა ადამიანს. ზუსტად. ამოიღე და გაუზიარე ჩემს მზარდ აუდიტორიას ასე ვიტყოდი. კიდევ უფრო მზარდს გისურვებ. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ორშაბათს 9 საათზე ახალი ეპიზოდით. შემდეგზე მარტო ვიქნები და მე ისევ არ ვიქნები. ესე რა როგორც გამოვა. და რა თემებიც წამოვა. ნახვამდის დროებით და მადლობა რომ მიყურეთ. გვიყურეთ.